მშვიდობისა საქართველო. დღეს არის ჰაუსში საკმაოდ რთული დღე, სადაც გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, ვინები გახდებიან აუთსაიდერები და რადგან მე ვარ ბოსი, მიწევს გადაწყვეტილების მიღება, რომ ერთპიროვნულად უნდა ავირჩიო ერთი ჰაუსის მონაწილე, რომელიც დაჯდება აუთსაიდერის სკამზე. საკმაოდ რთული დღეა ჩემთვის, ემოციური, დაძაბული ვარ. არ არის მარტივი ეს ჩემთვის და დაწუნებული ვარ არავის იქნება მარტივი როდესაც გიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. დილა დაიწყო. მე და ჯავახას არანაირი კომუნიკაცია არ გქონია და ცოტათი ნერვიულობ. მოწევა უნდა და არ შემოვიდა ახლა ჩემ გამო. გუშინ დამეძინა და ვეღარ ვუყურე ჩემს საყვარელ იმას სერიალს Love Stories ბოლომდე. გუშინ ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა. ძალიან ცუდი რას ნიშნავს? კაცო, კარგად იყავით რო დაგტოვეთ. არა, თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო. უბრალოდ ძალიან მითხრა რომ შენს მიმართ რაღაც მინიმალური გრძნობები მაქვს. თუნდაც ერთი კვირა ნუ რაც ხდებოდა ამ სახლში რა, ყოველწლიურად რომ გამებედნიერებინა, ეს ყველაფერი მან მიიღო როგორც თითქოს რაღაც თამაშობდა. ნუ ეს მეწყინა. მაგანი მფიქრა რომ მე გულისხმობდი თითქოს თამაშობს ჩემთან და მე გარ მიგულისხმია რომ ჩემთან თამაშობს ხდები? ესე მიიღო? ხო, ესე მიიღო. გითხრა თუ თქვენ მითხრა მე რა ვისაუბრეთ აქ შემოვედით რომ შენო ვაფშე არ მიცნობო რა და არ იცი რა ადამიანი ვარ და როგორ ვერ გამიცანიო და აქ როგორ ჯერ ცოტა ადრეა. ხო ვისაუბროთ ყველაფერზეო რა და ოთახიდან უთხარი რომ მე დღეს მინდა მეთქი საუბარი და მაშინ აღარასდროს აღარ ვისაუბრებთ მეთქი და დავუხურე კარები და შემოვედი დავიძინე. მოდი მაშინ აღარასდროს აღარ ვისაუბროთ, რადგან ესე გინდა. საუბარი გინდა თუ არ გინდა? მინდა, მაგრამ ჯერ არა, გაბრაზებული ვარ. თვითონ თუ მოვა ხო? მე ვფიქრობ, რომ მართალი ვარ, იმიტომ რომ ლოგიკურია ერთი კვირის გაცნობილ ადამიანს ვერ ვენდობი. და ჯავახას ადგილზე მე გამიხარდებოდა რომ მარტივი გოგო არ ვარ და ეს დავანახე. არა, გამარჯობა მარიამ. გამარჯობა. გამარჯობა მითხრა. მოხარა მას. არა, აბერა. ცოტა უხერხულად გზნობ თავს და ცოტა დისტანციას ვიკავებ მარიამთან, იმიტომ რომ ძალიან ზედმეტი ყურადღება გამოვიჩინე ჩემი აზრით მარიამის მიმართ. მე რაღაცის გამო ვაკეთებ ამ ყველაფერს ბიჭო. გამიტყდა ყველაზე მეტი რატო უნდა იფიქროს ბავშვი. ანუ ეს გოგოსთან არ მივალ და თუ მართლა არ მომწონს და თუ მართლა არ მეუასება, არ ვეტყვი ეგეთ სიტყვას ხო ახლა. просто მაგრა გამიტყდა ეგ სიტყვები გაიგე. ანუ მაგით იმენა მეუბნება რომ შენ რაღაცა იტყუები რა, თამაშობ რა. ეგ გამიტყდა ყველაზე მეტად. მოგესალმებით. როგორც ყოველთვის ჩვენი გოგო, დიდი მადლობა. კარგი განწყობა არის მე მგონი არა, დაძაბულები არ ვართ. ძალიან კარგი. მოკლედ, მოვედი თქვენთან ძალიან სახალისო ჩელენჯით. ძალიან ბევრს ვიცინებთ, დარწმუნებული ვარ. მოკლედ, შენი მონაწილეები უკვე გუნდებად დაიყვნენ. აგიხსნით მარტივად წესებს. ლელუ და მარიამ ლამაზი სამწუხაროდ ვერ ჩაერთვებიან ამ თამაში, მაგრამ უგულშემატკივრებს ლელუ თავის გუნდს. გამოგზავნეთ. მოკლედ, გამარჯვებულ გუნდს პრიზად ისევ +1 საათით ეკნება ტელეფონი. მოტივაციას მოგცემთ. ასე რომ ბოლომდე უნდა დაიხარჯოთ ამ თამაში, როგორც გითხარით, ნამდვილად სახალისო ჩელენჯი მაქვს თქვენთვის. უნდა დაჯდეთ რიგრიგობით სკამზე და ვინც უფრო სწრაფად შეჭამს ორცხობილას, ის იქნება გამარჯვებული. უნდა დავიდოთ შუბლზე და მიმიკებით უნდა რაღაცნაირად ვქნათ, რომ შევჭამოთ. სად ვართ? მცდელობა რამდენი გვაქვს მარიამ? 3 მცდელობა გაქვთ მაგას. ლორენცო! ჯავა. პირველი მონაწილეები არიან ლორენცო და ჯავახა. გავამხნევოთ აპლოდისმენტებით. მოკლედ. მოემზადე ლორენცო. 3 2 1 ჯავა. ოჯახ. აქ გადმოდია. კარგია. ჯავა, დიდი. ოჯახ ადექი გავიდა ლორენცოს მეორეს და
დება. ენა გამოყენა. აჩი ხელი. ბრავო ლორენცოს. აჩი ჩქარა ცოტა. ართან დაიდე. ბრავო ბონდო. ენა გამოდი. ენა. ბონდო მალე. აი კარგია, ენა მალე, ნუ ასწავლი, მალე. გვერდზე. თავი. ნელა, გუგა, ნელა. ნელა, გვასა, ნელა. უჩვენი მაგათი. თავი გადმოწი თავი. კარგია. წავიდა გიო. თავი ეგრე ენა გამოყავი. ენა გამოყავი კარგია. ეგარი. მოიგე ლორენცო. მოკლედ მოიგო ლორენცოს გუნდმა ესე გავაკეთებ. პლუს 1 საათით გეკეთებათ დღეს ტელეფონი და ნამდვილად კარგი სიუჟეტია ჩემი. მე ძალიან გავერთე და მე მგონი თქვენ ძალიან გაერთეთ. ნუ ჩამოგტირით სახეები კიდე შემოვალ. პირველი თამაში რომელიც ლორენცო მოიგო. პირველი არა, ბეტლშიც გავიმარჯვეს თეიქობა. კარგი, მე ველოდებით. შეგხვდებით კიდე. დიდი მადლობა მარიამ. ბატონო ბონბო, შეიძლება თქვენთან? მოკლედ, ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და ჩვენც გვინდა ამდენი ენერგია შენ რო გააქვს. ოკეი. და ისე ადრე რო დგები, იქნებ ჩვენც რამე გვეშველოს და ჯანსაღი ცხოვრების წესს ხომ არ გაგვიზიანებთ. მივეწებოთ. ვივარჯიშოთ. და ეს ხოს მაგალითად 15 წუთში შევხვდეთ მაშინ. ამაზეც ხეზიც დაჭდეთ. ოპა! ეს რა არის? ჩვენ ზად ვართ. მაშინ დავჩებოდი ჩავარ კოსტუმში, რო ატე გამახტები. ჩაშლილი კაბებით გამუტარსდგენ. მე მესმის მათი. ჩავიფიქრო უნდა რაღაცა, ხო მოიცა დავდგები. დაიცა აქტაზე. გავსი ადამიანები ჯერ არ მივარჯიშია და ასე თქვენს გოგონება რომ ერთ კაბაში 1000 ლარს ვიხდითო და რო გახევდათ ახლა სამედიოდან მე. პირველი ვიწყებთ თავის გახურებით. კარგად გადა. შემდეგი ვარჯიშისთვის იმედია თმებსაც მოიწესრიგებთ გოგოებო და ჩაიცმევთ სპორტულებს. მე სულ ყველაფერი კაცუნა. ასაკმა თავის სიცის მაინც. ერთად 1 2 3 აბა ერთად 6 ერთი ხელი. რაღაც დაბნეულები აქვს ყველაფერი. ძალიან ნერვიულია. ამას ვაკეთებ თქვენ, ამას აკეთებს. არა, რატომ მე ერთს ვაკეთებ? მე შემიშალებოდი შეთ. კაი. სერიოზული სახე, იმიტომ რომ ვარჯიშს ვხდება. მე ერთი წინ ვატრიალებ თუ უკან. ჩვენ სერიოზულად ვარჯიშობდით, თუ გინდათ აქ დაგვიდექით და ვარჯიშობთ. გარეთ. თამარა, თინათი, გარეთ. რეიჯნა. არ არის ვარჯიში. ჩვენი არის ცეკვა, სიმღერა, ფანური, გართობა და თამაში. გაჭიროდი. ზევა. ერთად? შვიდი ხო ჩართია. ისე ვარდები. უნდა დაფრესო. ერთი ხომ მაინც ამოვა. გოგონებო, გაწელვების დროს წარმოიდგინეთ გრძელი სუფრა და მწვადის ნაჭერს ვერ წვდებით. ანუ შორს ზიხარა და შორს არის წვადი. აბა
აბა ვითომ შორს გვიდევს წვადი და ვერ წვდები. ვითომ შორს გვიდევს წვადი და ვერ წვდები მაგიდაზე. შორს გვიდევს წვადი და ვერ წვდები. ბონდოს კისერში ამოვიდა ამ კაბების ფოფრიალი და გოგონებს აუკაპცა. უი, მადლობა, ვერ მოვიფიქრე. ისე ქენით რომ ლახტი ერთმანეთს არ ვინან. და აი კაბები რო ავუკეთე, აიწყვეტეს. წავიდა. აბა სელაპი ხარ, სელაპი, წავიდა. შვიდად ნერვიულობ, დაძაბული ხარ, ბონდო როგორ ჩება თავისუფლად. მოიტანე. მადლობა მუსიკა შემოვიდა. ავიდა ბონდო. ივარჯიშე, თან. დავე, ცემა, გამოეღო. ამათ არ უნდათ ვარჯიში, ამათ უნდათ დაშფანული. ყველაფერი დასაბარა კიკინა შეკრული ხონა. ბიჭო, ზურია, ისა ეგეთი კიდე დასენდვიჩე თან ბონდოს დაიჭე. ამგენმა დაასენდვიჩეს ბონდო რა. დობას და მოპოვება. რა თქმა უნდა, ვფიქრობ რომ დოვა არის ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე დიდი პრობლემა. ისიც მითხრა, ანუ ერთად ვძინავს, ერთად ვჭამთ, ერთად ვიღვიძებთ, ვიცნობ თუ რაღაცა ხო ხტები ხო? რა, მაინც ერთი კვირა და ორი კვირა. გამიჩნდა რაღაც გრძნობებიო. რამდენი გჭირდება? მე ხავიტირებ. ძალიან საინტერესო რაღაც ხდება ჩვენს თვალწინ. ჯავახას და მარიამის სტორი, love story არის კლასიკური მაგალითი იმის, როგორ შეიძლება დაიწყოს ურთიერთობა, როგორ გაგრძელდეს, როგორ კონდეს აღმასვლა, დაღმასვლა. მარიო! აკრატო ხარ? ატო? ძალიან გულს ტკენს ის, რომ ჯავახა გაურბის ხოლმე და მარიამს ის არ მოსწონს. ესე ვერ გაიხსნა რა. განათრობო. ხო ძმა. არა. ამოვიდე. გამოვიდე. კაცი რა შემჭირდება, ვერ გავხსენით თუ რა? არ ვარ ის ადამიანი, რომ უბრალოდ ხელები და ფეხები ჩამოვყარო და ეს ყველაფერი უბრალოდ გადავხაზო არავის კაცი. არ ვარ ეგ ადამიანი. რავი, აი ვერ ვიგებ რა ვქნა, ანუ მე გასაგებია რომ ერთი კვირა აქ ვარ, გასაგებია რომ ერთი კვირაში ანუ ვერაფერი ვერ ხდება ისეთი რა განსაკუთრებული. ხო? მაგრამ რომ გეუბნები რომ ანუ მომწონ ხარ თქო. ეს არ უნდა მიიჩნიო სხვანაირი ფორმით, რომ ანუ მე თითქოს ამას იმიტომ გეუბნები რომ რაღაცას ვაკეთებ. რაღაცის გამო ვაკეთებ. შენ მიგეჭია 100. სიტყვები სხვა რამეს მეუბნება, მარიამ. რა სიტყვა? ანუ რა გონია რომ ამ ყველაფერი რასაც ვაკეთებდი ახლა ამ დროის განმავლობაში, ანუ პროსტა რაღაცის გამოვაკეთებდი, რომ არა, იგრე არ გონია, აბა რა სიტყვები მითხარი გუშინ. არ მგონია. თიკვირა გიცნობ, გასაგებია. და იმასაც ვიაზრებ, რომ ანუ რაღაც გოგო თუ მართლა მომწონს და რაღაც მინიმალური გზნობები გამაჩნია, იმ გოგოსის ყველაფერს გავაკეთე, მაგრამ ვაფშე ყველაფერს გავაკეთებ რა. შეიძლება ნებისმიერ დროს ჩემი ცხოვრებაც ესე გვერდზე გადავდო და იმენა აი ეს დავაჭირო იმ გოგოს ხო ხარ ბოლომდე, მაგრამ როცა გოგო გეუბნია რომ ეს ყველაფერი ერთ კვირაში რაც შენ გააკეთე, უბრალოდ რაღაცის გამო გააკეთე, კიდე ერთხელ გეუბნები, მე თუ ადამიანი მომეწონა ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ის ბედნიერი იყოს. მაგრამ თუ იმ ადამიანისგან იგივე ვერ დავინახე, იმ წამს ვეწყობ ყველაფერს ვაფშე. უბრალოდ ისე აღარ იქნება, როგორც ადრე.
იმიტომ რომ მე ყველაზე მეტად ადამიანი რომ ვერ აფასებს იმას, რასაც აძლევ, მაგას ვერ ვიტან. მაგარი ნაწყენი ვარ. Oh my god. Wow. Madonna. Oh, Sonia. Oh. Come on, get it, man. Still feel like. დაგელოდები სულ რამდენი ხანიც არ უნდა დაგჭირდეს. Showing me the way to go. And it feels like home. It feels like home. It feels like Baime. გუშინ ხო დაურეკე მე დაუთხარი რომ დისტანცია მჭირდება მეთქი. საყვარელია გოგო. საჩაკიოთი ხალხელა. ხო გაგიხარდა? ძალიან. აი არ მომელათებოდი ნავთილა. წინავარდების ბრენდი შევინახე. ყოველ კვირას ვარდები, აი ეს არის კაცი. არა. შენ ცოტა მატერიალისტი ხარ. არა, ხარ. კი, აბა, ხო, თქვენი მატერიალისტი უნდა იყოს. გამარჯობა. 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 ძალიან დიდი ფანები ვართ თქვენი. მომიყევით ახლა გაშვებით როგორ ხარ. გვეცდობით ერთმანეთს ძირითადად. და განწყობა აი რომანტიკული იყო თავიდან რომ მოხვედით. ძალიან გაკურებული დარჩი იმ ფაქტით, რომ აქ რო შემოვედი, ნახე უმაგრესი ადამიანები, მართლა ამას არ მოველოდი რა, მეთქი უფრო. სიყვარული იპოვე და მეტი რაღა უნდა მოეცა ამ პროექტს. აი რას ვიმღერებ, ისეც რომ ყველამ ერთად რო ვიმღერებ. საშიახედე რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა საშიახედე რა ლამაზია ეს თეთრი მთვარე რა ლამაზია თეთრი ღრუბლები დავიდამადე ნუ იღრუბლები მე შენათვის მინდა ეს ვარსკვლავები მთვარე და ღამე რა ლამაზია თეთრი ღრუბლები დავიდამადე ნუ იღრუბლები მე შენათვის მინდა ეს ვარსკვლავები მთვარე და ღამე ისეთი სასიამოვნო ხმა აქვს აი ნახევარსაათი დაუძლებელი და უბრალოდ მის ხმას მოვისმენ რა ლამაზია გულში რომ რაღაცნაირად მოგიხუტუნებს იმნაირი ხმა შეიძლება ითქვას რომ ჩვენი სცენაზე დადგომა თქვენით და აი ამ სიმღერით დაიწყო იმიტომ რომ ორი პატარა გოგოს ცხოვრებაში თქვენ შეიტანეთ აი სამყაროს ძალიან იმ შემთხვევაში თუ თქვენაირი ხალხი ვის ამ ადამიანის სიმღერა მაშინ არის მაგარი ხო შეიცვალა რაღაცა დიდი მადლობა. რაღაც შეიძლება? შეიძლება მე რომ შევასრულო თქვენი სიმღერა? ვა, მაგას რა ჯობია. მოვიდა ვიღაცა უცხო და სხვა გვერდზე მომიჯდა და ჩუმა თქვა მე გულში მიყავი ბრმა დღეს მე ვხედავ მზეს ვიტეთი მგურჯი აგარია მეც შევასრულებ ერთი პანჩოს სიმღერა პანჩოს ერთი სიმღერა მივხვდი რომ ძალიან ესიამოვნა და მაგიტომ გავაკეთე ეს ყველაფერი თან ვიცოდი და ეს შანსი ხელიდან არ გავა არა მარტო მას ყველას გვესიამოვნა ზურობ ვაიმე მე კი დღეს არ ბაზრობებს რომ ეს ცხოვრება
მაგლიჯავს და ხევს ვიღაცა ზის ვიღაცა წექს და რიშლიდინებს ესეთი შენახა შეყვარებული გვიმღერა შემოგთავაზა სტუმრის სიმღერა თვითონ დაუკრა და იმღერა დებიმუზები ჩაერთვენ მათთვის ძალიან ემოციური ყოფილა ჩვენი სტუმარი იმიტომ რომ მის სიმღერების მიმდევრები იყვნენ ცრემლებიც კი მოაწვათ იტირეს შეყვარებული რომელია მე ვარ შეყვარებული გოგონაზე ჯავახა ჯავახა რას გრძნობ მე რას გრძნობ სიმღერით ამოვში სითბოს სიხარულს მინდა რომ ვიგრძნო ნდობა სამი სიტყვა სულ ესა მაგაზე გეგეცი ახლა პასუხი თუ სიყვარული ჯერ კიდევ არ იცი და იქიდე და ნუ არ განიცდი მე კი პატარა როგორც ყოველთვის დაგიცდი ესეთი ლამაზი ნეტავისი ხარ ჩემი არა და ალბათ სხვისი ხარ აზრით შეიძლება 9 დღეში სიყვარული ნამდვილი იყოს? ერთ წუთში შეიძლება რაზე არა 9 დღე. თან ბევრია. ხო. არ არის რომ დაინახავ და რომ რაღაც სხვანაირად რომ ხვდები რა. გამოვა თუ არ გამოვა უწავიდა ის არ მოვა ვასკლავი თუ მოწყდა ასციდან მოწყდა და თუ აღარ დაგიტოვა ბოლო კოცნა მაშინ მორჩა გათავდა ყველაფერი კარგი იყო მაგრამ მალე დამთავრდა მორჩა გათავდა ყველაფერი კარგი იყო მაგრამ მალე ყველაფერი კარგი იყო მაგრამ მალე დამთავრდა და თქვენი ჭირი წაუღია ია ჩემი და სულ აღია ვარსკვლავი თუ წიდან მოწყდა განახლე პროსტა შენი ძველი პოსტა ჩემი და სულ აღია ამ პროცესში თავარია რომ ცაზე ბევრი ვარსკვლავია და ყველა ჩვენია ჩვენი გულია და სულ აღია ერთი ვარსკვლავი თუ ჩაქრა მილიარდი დაუთლელი ბრილიანტი გაუთლელი ცაზე დარჩა ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, იმ სიტყვისთვის, რაც ვიღწენი რომ შემოვედი და კიდე დრო რო ქონდეს თავისავად უკეთესი იქნებოდა. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადოთ დღევანდელი დღისთვის ჩვენ სტუმარს, რომ ესეთი არაჩვეულებრივი დღე შეგვიქმნა. ძალიან გაგვახარეთ დღეს და დიდი ემოცია გვაქვს დაუწყარებელი. მე და შურთ, კარგი შური შურს რო აი ახალგაზრდები ხარ და ყველაფერი წინა გაქრა. აუ დედა ჩემო დამირეკა და გაჩვენე ყოფილს ვნახე ეს ყველაფერი და იმასაც იმედი ჰქონდა და აი არ ვიცი ვიხლით შეგვიყვეს. რას უშვები კაცო? რა? გასავლე.
არაფერი აღარ მინდა, აღარაფერი აღარ მინდა, მინდა წავიდე და ბავშვებს ჩავეხუტო და პროსტო რა ჩემს გზას მივაწვე და არ შემიძლია ეს. შენ ფიქრობ მაგასთან შერიგებას ან არჩევანის გაკეთებას სულ გვიწევს, არ იხლიჩები. შვილების მამა არის და მნიშვნელოვანი პიროვნებაა ჩემს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა და აი არ ვიცი რა, უნდა წავიდე გოგოებო, ვერ ვრჩები, ანუ მენტალურად გავნადგურდი, ვერ დავრჩები, მე აქ უნდა ველაპარაკე და თან დედა ჩემი ძალიან ანერვიულებულია. არ ვიცი, თუ ესე ფიქრობ, მაშინ ანუ ისე. აუ, ერთი წამით რა. ძალიან მცნორია. არა ვიცი, ჩემ თავს ვირჩევ და რასაც იყო, ეგერი არ ხარ, აქ შენ უნდა იმიტომ რომ შვილები გენატრება და აქედან წასვლა ჯერ პირველ რიგში შვილები უნდა აქ მოვედით ყველა იმისთვის რომ ჩვენ გამოვედით კომფორტ ზონიდან და ეს არის ოკეი შენ რო გენატრება შვილები და რო წირი და ამ მდგომარეობაში რო ხარ ჯერ არის მერვე დღე და ეს არის სრულიად ოკეი დასაწყისისთვის მე როგორი ემოციური საქანელები მოგივიდა ეხლა გაგიხარდა წეღან ამ ვარდებისგან მე ისევ ანერვიულდი ვაიმე პროსტა შოკში ცოტა სიწყნარე მჭირდება რა როგორც იცით, ხუთშაბათს გვაქვს ფარტი და გადავწყვიტეთ, რომ გავიაროთ ცეკვის რეპეტიცია. აკე ორჯერ გავაკეთეთ, მეტი არ გვინდა. 1, 2, 3, 4 და წავიდეთ გოგოებთან და გოგო ავიყვანოთ ჩვენთან. უკვე პარებში დავდგეთ ამის მერე. რეპეტიციის დროს რაღაც ვერ გავიგე, ბონდოს ვეკითხები რაღაცას, ბონდოს ამ ყველაფერზე ისეთი რეაქცია აქვს, რომ ვაჯავრებ და იწყებს სიტყვების ჰაერზე სროლას და პიროვნულ შეურაცხყოფებზე გადმოსვლას. პირადად მეუნება ესეთ რაღაცას შემდეგ როდესაც შევეკითხე ბონდო რას მეუბნები თქვა რომ ეს ყველაფერი ჩემთვის არ უთქვამს მაგრამ დაახლოებით 30 წამის მერე ადასტურებს იმ ფაქტს რომ ეს ყველაფერი მე მითხრა თუ წამოვედი დავლეწავ ბონდიდოს ზურა მოდავდექით ზურა დავდექით არ მინდა რაღაცას იმას ვიზავ დედაც გეფცები რაღაცა ჩავარყავ თავში და გაუკეთებ მე სადაც მზის ხილები ვერ რასმელაპარაკები მართლა რომახონდა განახო კიდე კარგად რასმელაპარაკები რა უნდა გაგიტარო რასმელაპარაკები კაცოდავი წამოდა აი რა შოუ თუ რა შოუ არა არის ტიპი რომელიც აი რა ტიპი ტიპი რომელიც გეუბნება სიმართლეს პირში რომელ სიმართლეს სიმართლეს აფერისტი რა გინდა ბიჭო რა შენ ხარ აფერისტი რატო აფერისტი მე ლორენცოს შეურეცხყოფ არ მიყიდე რომელი გული გაგიბზარე ლორენცო მე ლორენცოსთვის პირადი შეურეცხყოფ არ მიმიყიდე მე რამდენჯერ ისროლე მე გითხარი რა გითხარი მე რამდენჯერ ისროლე რაღაცა უაზროდ სიტყვები მე რამდენჯერ ბიჭო სანამ რამე სიტყვი დაფიქრდი ეს გამიკეთე ბოლოში რა გინდა მე კლოუნი ხარ ჩვეულები კლოუნი ვიზეუნები კლოუნი ხარ შენ აბა მასხარა ხარ კლოუნი არის რითი მიიქციო ნუ ნაბა ნუ ვამშვიდე ხოთები ეს მუშაობთ ივენტზე შანსი არა მარტო ესეც აღარ გაუტარებ რა რაზე აი რასაც იმაშობა ბიჭო ამას აქ უქნება რაღაცების თმის და მე არ ამასუხი რომ ბონდო პასუხს მიბრუნებს რა რა პასუხს მიბრუნებ ხო პასუხს უნდა დამ რა საჭიროა შენ რატო ვარ პროვოკატორი რო რეაქცია მაქვს უზრდელი ხარ ბიჭო ხაერზე ისვე უზრდელი ხარ უზრდელი კი ამას ორივე ერთად გაგიხმები მე მაინტერესებს ბონდო რა პასუხს გასცემ საკუთარ შვილებს როდესაც ამ ყველაფერს იხილავენ თუ როგორ მაყენებ შეურაცხყოფას და რამდენჯერ მომაყენე პიროვნული შეურაცხყოფები არაერთხელ გითხარი ლორენცო ვინც ქარს დასცეს ქარიშხალს მოიმკის ასე რომ მიფრთხილდი რა უზრდელი იქნება მიდი დიდი ბალა თუ შემოგარტყა მიფეშო მეტი არ იქნება რა კაი ბიჭო რა უნდა გევიგე რა ბიჭო რა გჭირს მართლა შენ მართლა რა გონია შენი თავი ჩიტო ვიზეუნები რა გონია შენი თავი ჩიტო ვიზეუნები ჩიტო დახურავერა ვაიმე ბიჭო შენ უპატრონო უზრდელი და კი არა ბიჭო გამაუშვი ვიცი ჯავა გამაუშვი შენ ბიჭო ვიღაცა უპატრონო არ გეგონო ჩიტო უპატრონო არ გეგონო უგურ ერთი ამას ყველამ ძალიან კარგად ვიხილეთ ბონდოს სახე ეს არის პროვოკატორი აფერისტი ნარცისი ადამიანი რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ხელით შებეხო ხელით დავარტყა და ეს იქნება ერთადერთი გზა რის შედეგადაც პროექტიდან გამიშვებენ რადგან ბონდომ სხვა გზები ვერ მონახა ამ ხნის განმავლობაში
შედა. ერთი აქ წინ დადგება. ტელეფონები მოვიდო. ალო. ხო, დედა ჩემაც დამირეკა, კაცო არ შემიძლია, უკვე ვერ ვუძლებ ამ ყველაფერს. ჩემ ყოფილმა ნახა ეს ყველაფერი და იქ ცალკე გიჟდება და მე აქ ვარ ვერაფერს ვერ ვაკეთებ და არ ვიცი, ანუ არ შეიძლება ჩემი აქ ყოფნა უკვე რა. არ შემიძლია. ხო, თვითონ დამალაპარაკეთ რა. ვერს ხო არ ვითხოვ, ვიხლიჩები უკვე, არ შემიძლია იქ ყვავილები ის, ანუ ვერ ვიგებ რა გავაკეთო, არაფერი აღარ მინდა. ვერაფერს ვერ შვები აქედან, ტელეფონიც არა მაქვს, ვზი ვარ და ვტირი ვარ, არ შემიძლია უკვე აქ, აღარ შემიძლია. მინდა რომ ჩემ შვილებს დაუბრუნდე, ჩავეხუტო და ისინი მომცემენ ძალას და იქაც დავასრულო, რაც დასასრულებელია უკვე და აქ ყოფნა აღარ შემიძლია. ბოლო 2 დღეა წევარ და ვერ დგები, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ვერავის ვერ ველაპარაკები აქ. არ შემიძლია. ამიტომ თავი არ მაგოდიშთ რა. ლეილას ვიდეოები გამომიგზავნა დედა ჩემო როგორ ბღავის ყოველ დღე და არ შემიძლია ყოველ საღამოს ტირია დედა აღარ შეიძლება ეს აღარ ჯარიმა მაინტერესებს არაფერი გესმის არ შემიძლია რაღაცა უნდა ვქნა ჩაგიგდებ ახლა ლეილას ვიდეოს ჩაგი რა დღეში ყავს დედა ჩემი ყოველ საღამოს Sora გეხვეწები რა გთხოვ რა. Кайфო. არ შემიძლია. არ მინდა რომ ესეთი დავამახსოვრდე ხალხს, არ მინდა. მარიამ. დამშვიდით. ეხლა ხო იცი რომ მარიამ. მარიამ, შემოხვიდეთ შეიძლება? არ მინდა რომ ესეთი დავამახსოვრდე, გთხოვ უთხარი რომ გამიშვან რა არ შემიძლია რა, ყველაფერს გადავიღნე, ჯერებას გადავიღნე, ყველაფერს დედა ჩემი მიგზავნის ვიდეოს როგორ ტირია, ბავშვი ყოველ დღე არ არის ეს არ ღირს რა. ძლიერი გოგო ხარ და თუნდაც რო წახვიდე, როგორ ძლიერის მოხდი, ისე ძლიერი წახვა. არავის შეცდომა არ გჭირდება. არ მინდა შეცდომა არ. არავის არ გჭირდება. შეცდომა არ. ხო და ეგა. სანამ შეხვედრას დავიწყებთ, ერთი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. მარიამ ლამაზი დღეს წითელი დროშების დასახელებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ შემთხვევაში ეს სასჯელი არ არის. შემოდის წამყვანი, გონია რომ არის წითელი დროშების გადაცემის დრო, თუმცა გვატყობინებს ძალიან სამწუხარო ამბავს, ჩვენთვის სამწუხარო ამბავს მარიამ ლამაზთან დაკავშირებით. მარიამის მძიმე ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე და მისი ოჯახური პრობლემების გათვალისწინებით ეს არის შვილებთან მისი ყოფნის აუცილებლობა. რომლებიც როგორც იცით ამერიკაში იმყოფებიან და ასევე პოსტოპერაციული ჯანმრთელობაზე ზრუნვა. პროექტმა მიიღო გადაწყვეტილება. მისცეს მარიამს საშუალება დატოვოს პროექტი და გაემგზავროს ამერიკაში მის ოჯახთან. გული მწყდება მარიამი რომ ტოვებს, მაგრამ ვიცი რომ შვილებს უბრუნდება და ეს ყველას გვამშვიდებს. მარიამ. მარიამ, წარმატება უსურვოთ. შეგიძლია ჩაალაგო შენი ბარგი, დატოვო ჰაუსი და გაემგზავრო ამერიკაში. შენს ოჯახთან გაემგზავრო. თქვენ კი მოემზადეთ. რამდენიმე წუთში აუთსაიდერებს დაასახელებთ.
ეს ახალი ამბავი ჩემთვის იყო რთულად მისაღები, რადგან მე და მარიამი ვცხოვრობთ ერთ ოთახში, ჩემს გვერდზე საწოლზე წევს და რაღაც საერთო ენერგეტიკა გქონდა. თუმცა ხედავდი, რომ დღეების განმავლობაში სულ მოწყენილი იყო, ხშირად ტირო და სტრესი ქონდა და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება. თეთრი გოგო ჩემი ნაზი მიხარია რომ სწორად დამინახე მარიამ, დიდი მადლობა. თეთრი ვარდები არის სისწმინდი, სისუფთავისფერი. ძალიან მიხარია. მადლობა. აირჩიე ყოველთვის შენი თავი მარიამ. ყოველთვის. მარიამ, შენ აი რადგან პატარა ხარ, მინდა რომ ყველანაირი ფერი გაჩვენო, რომ ხო, დრო აირჩიო მე ცხოვრებაში რა გინდა და სიყვარული იყო. მადლობა, მინდა რომ აი ეს თაიგული შენ მოგართვა, თეთრი და წითელი. აი რატომღაც ესეთი ფერები წამოვიდა შენსკენ და მინდა რომ შენი ნამდვილი სიყვარული იყო და აუცილებლად გათხოვდე. მისურვა რომ ნამდვილი სიყვარული მეპოვოს და ეს ალბათ ძალიან დიდი ნატვრა ყველა ადამიანის ჩემი აზრით მთელს სამყაროში. ძალიან დიდი მადლობა პროექტს, რომ მომცა საშუალება სახში წასვლისას. იმიტომ რომ ეგრე იყო საჭირო. ძალიან დიდი მადლობა სამყაროს, რომ თქვენ გაჩნდით ჩემს ცხოვრებაში. წარმატებები მარიამ, გვიხარია რომ მალე შვილებს ნახავ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მზად ხართ, რომ წითელი დროშა გადასცეთ თქვენს მიერ არჩეულ მონაწილეს. დიახ. ძალიან კარგი. მაშინ ასე დავიწყოთ. პირველი კონკურსანტები, რომელთაც ერთი დროშა აქვთ. ერთი წითელი დროშა. ეს არიან ორი მუზა. თინათინი და დიანა, გთხოვთ მობრძანდეთ შეგთან. გვინდა ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო და შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ დღემდე საგონებელში ვიყავით ჩავარდნილი და სრულიად არ ვიცოდით, როგორ მოქცეულიყავით. თუმცა დღეს ერთმა პატარა ხუმრობამ გადაგვაწყვეტინა, ვის გადავცეთ წითელი დროშა. მარიამ, ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენს შორის ბოლომდე ამოწურულია კონფლიქტი, მაგრამ
პატარა ხუმრობამ, რომელმაც გაიჟღერა, რაღაცნაირად ალბათ გვანიშნა, რომ გულში რაღაცა დარჩა მაინც და ამიტომ ეს წითელი დროშა შენ დიდი ბოდიში. რა პატარა ხუმრობას გულისხმობენ, ნეტა თვითონ თუ იციან. რეკლამის შემდეგ დავაკავო, მე ვიყო არაკაცი. დავახას უნდა რომ მე დავარტყა ბონდოს, იმიტომ რომ პროექტი დავტოვა. ამდენი ხნის განმავლობაში რასაც მალავდა, დაფქვა რა, წამოწდა რა. გადაეცი წითელი დროშა. აბა გითხარი ახლა რა ხუმრობა იყო? რაზეა საუბარი, საერთოდ ვიხსენ. დღეს სადილის მერე, მოკლედ ჩვენ ვიყავით მორიგეები სამზარეულოში, ბიჭებს მიეძინათ და ვიღაცა მიხუმრა, ამათ სულ ყველამ რატო დაიძინესო და მარიამმა ჩაიჩურჩულა, რომ საწამლავი ჩაუყარესო ალბათ, ну რაღაც ამდე გვარი და მოკლედ შემთხვევით გავიგეთ. ეს შეიძლება უბრალოდ ხუმრობა იყო. ეს იყო ხუმრობა, ყველა ხუმრობდა მაგაზე. ეს შეიძლება მარიამ მოგეცემა საშუალებაში. ეს შეიძლება უბრალოდ ნათქვამი იყო, მაგრამ სამწუხაროდ მე არაფერი პირადული, უბრალოდ რთული გადასაწყვეტი იყო, დღევანდელი გადაწყვეტილება და შეიძლება ითქვას, რომ ამან გვანიშნა. შემდეგი კონკურსანტი, რომელიც გამოვა, იქნება ჯავახა. მოგზავნე. გამარჯობა კიდევ ერთხელ მეგობრებო. ჩემ წითელ დროშას გადავწევ ადამიანს, ვისაც ერთი კვირის განმავლობაში მქონდა კონფლიქტი. ამ ადამიანს შეუძლია ძალიან მარტივად ფსიქოლოგიური თამაშით რომ გამოიყვანოს ნებისმიერი ადამიანი და შეურაცხყოფელი სიტყვები ათქმევინოს რა და ეს ადამიანი არის ლორენცო. ლორენცო. გასაგებია, მაშინ გადაეცი შენი წითელი დროშა ლორენცოს. აი, შვიდობაში. შემდეგი კონკურსანტები, რომელთაც ასევე ერთი წითელი დროშა აქვთ, არიან ზურა და გურა. მოგზავნით. ჩვენ ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს პროექტში, მაგრამ ვერავარიდებ თავს ამ ყველაფერს, უნდა გადავცეთ ერთ-ერთ მონაწილეს და ვიტყვი რატომ და მე ვიტყვი ვინ არის, მოკლედ. ჩვენი გადაწყვეტილებით ეს წითელი დროშა მიდის იმ ადამიანთან, ვინც პროექტის დაწყებიდან ერთი კვირის ჩათვლით საერთოდ არ ჩანდა არც ჩვენთან, არც სოციალურ სივრცეში და როდესაც დაიწყო აქტიურობა, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. როგორც კვირის ბოსთან, ასევე რამოდენიმე მონაწილეებთან. დღესაც ერთ-ერთი მუხამსი ხუმრობა მოვისმინე ამ ადამიანისგან და ეს არის აჩი. გადაეცი. აჩი. რაღაც ისე იქნება ამ წითელ დროშას. იმიტომ რომ ველოდი. აბა, ელოდი? რატო ელოდი? რაღაც დღეს თითქოს ისე მივხვდი, რომ თითქოს სტრატეგიული თამაში წავიდა. ანუ სტრატეგია, იგი ჩვენი მაგას ამბავ? მე რასაც დავაკვირდი კონკრეტულ მომენტებში, როდესაც მე ვხუმრობ, ბიჭები ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ამით შეურაცხყოფას ვაყენებ ვინმეს. როდესაც მონაწილე იძახის, რომ მე ველოდი ამ გადაწყვეტილებას, ანუ მან იცოდა, რომ რაღაც ქონდა ისეთი გაკეთებული, რომ მოლოდინის რეჟიმში იყო, როდესაც ჩვენ გადავცემდით წითელ დროშას. შემდეგი იქნება ლორენცო. გთხოვთ ლორენცო, გამოდი. ლორენცოს უკვე ერთი წითელი დროშა აქვს. კი ბატონო. ეხლა კი შენ უნდა გითხრა, ვის მიცემ შენს წითელ დროშას. ჩემი წითელი დროშა წავა ადამიანისკენ უკაცრავად, რომელიც სიტყვებს ჰაერზე ისვრის, არ აკვირდება, რას იძახის, როგორ იძახის, ადამიანებს აყენებს პიროვნულ შეურაცხყოფებს. ეს ყველაფერი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ არ მოხდა, ეს ყველაფერი ბევრჯერ მოხდა. ადამიანი, რომელიც არის მატყუარა, ადამიანი, რომელიც არის ფარისეველი და ადამიანი, რომელიც 30 წამში ლაპარაკობს ერთს, 30 წამის მერე იძახის, რომ ეს ყველაფერი არ მithქვამს. შემდეგ პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებს ადამიანს, რომ ყველანაირად შენ თავს ვერ მიცემ დროშას, ყველანაირად წყობილებიდან გამოიყვანოს, იმიტომ რომ ფიზიკურად გაუსწორდე და ფიზიკურად შეეხო. შენ თავს დროშას ვერ მიცემ. წითელი დროშა გადაეცემა აჩის. კი ბატონო, გადაეცი.
გიორგი პარიზი, რომელიც როგორც კონკურსანტი ისე გადასცემს თავის წითელ დროშას. მოგესალმებით. მე როგორც აღვნიშნე, დიახ. წითელ დროშის გადაცემითაც და შემდეგ შემთხვევაშიც მივიღებდი გადაწყვეტილებას არა პირადი ინტერესების ან სიმპათიებიდან გამომდინარე, მივიღებდი გადაწყვეტილებას პირადი დაკვირვების საფუძველზე. აქედან გამომდინარე ამ დროშას გადავცემ ადამიანს, რომელსაც გარდა იმისა, რომ ბევრჯერ პირადი გამოწვევით შეიქმნა, მისი პირადი გამოწვევით შეიქმნა კონფლიქტი, ხშირად და უმეტეს შემთხვევაში მე ვფიქრობ ჩემი გადმოსახედიდან, რომ არსებული კონფლიქტების თავიდან აერდება შეეძლო. და ეს ადამიანი არის ლორენცო. გასაგებია, გადაეცი შენი წითელი დროშა ლორენცოს. ლორენცო, შენ გიორგის გაბოსებაში წვლილი გაქვს შეტანილი. ლომის. მას შენ მიეცი მწვანე დროშა. კი ბატონო. ელოდი ამ წითელ დროშას. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციებს თავს არიდებს, ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანი ვარ ხოლმე მე. შემდეგში კარგად დავფიქრდები, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ვის გადავცე მწვანე დროშა და ვინ გავხადო ბოსი. არავის არ გაუკვირდება ჩემი წითელი დროშა. მოგეხსენებათ ამ პროექტში შემოსვლის დღიდან თუ რამდენად დაძაბული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა, არ დავიწყებ არც მაგ არაფერი სამართლებელი ამ ადამიანთან. ყველა კადრი, ყველაფერი არსებობს აბსოლუტურად და მე დარწმუნებული ვარ, მაინც ვტოვებ იმედს, რომ ამ ჩემი ნაბიჯით ეს ადამიანი გადარჩება და ამ სახში დარჩება ღირსეულად და ეს ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. გასაგებია. მადლობა, გადაეცი შენი წითელი დროშა. მე გადავდგი პირველი ნაბიჯი, კაცურად მივედი, ხელი ჩამოვართვი და უთხარი. მე შენთან კონფლიქტური სიტუაცია არ მინდა. ის ყველაფერი, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა, მოდი ეს ყველაფერი დავივიწყო და დღეიდან ახალი ურთიერთობა დავიწყოთ, სადაც მე და შენ კონფლიქტურ დაძაბულ ურთიერთობაში აღარ ვარ. მაგრამ ჩემთან დამოკიდებულება მაინც იყო ისეთი, რომ სადღაც წყობილებიდან გამოვა. სადღაც აფეთქდი, სადღაც იტყვის, სადღაც ვეტყვი ისეთ რაღაცას, სადღაც ვეტყვი ისეთ რაღაცას, სადაც ხელს დამარხავს. წეღანაც ეგ იყო, როდესაც დამიძახა ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვა. პარალელურად გუვილაპარაკე. წეღანაც ეგ იყო, როდესაც დამიძახა ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვა, რაზედაც ნებისმიერ მამაკაც, კიდევ ერთხელ ვიზარდ, ნებისმიერ მამაკაც ხალე არ იქნებოდი. ბონდიტო. შემდეგი კონკურსანტი, რომელიც გადასცემს თავის წითელ დროშას, ეს გახლავთ ლელი. შენ მეოთხეობა. მე ჩემ წითელ დროშას გადავცემ ადამიანს, რომელმაც ამისთვის ძალიან ბევრი იშრომა. წინა კვირაში შევეცადე, რომ ამერიდებინა თავიდან და მიმეცა, ასე ვთქვათ, დრო და შანსი მისთვის, იმიტომ რომ ვიფიქრე, რომ მისთვის ცოტა რთული იყო კვირა და ეს არის ლორენცო. კი ბატონო, გადაეცი შენი წითელი დროშა. წითელი დროშების ცერემონიალს შეგვიძლია დავარქვათ ლორენცოს ცერემონიალი, რადგან დღეს რაც მოხდა, ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს იმას, რასაც მე ამდენი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდი. ელოდი ლელუსგან წითელ დროშას. გარკვეული ტიპის კოალიციას უგრძნობს, სადაც მე გამოვდივარ, არ ვიცი, პატი, ამპარტავანი, ბოროტმოქმედი, რომელიც ცდილობს ყველაფერი აურიოს, ყველაფერი გააფუჭოს. ლორენცო, კოალიცია ეს ბრალდება. არ არის ბრალდება, ფაქტის კონსტატაცია არის, რასაც უყურებ. რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს ყველაფერი თქვენ უკვე ძალიან კარგად იხილეთ, რომ არის კონკრეტული კოალიციები ცალკე ოთახებში, უმრავლესობა მიპირისპირდება მე, თქვენ უმრავლესობა, მე ერთი ადამიანი, რომელზედაც მიდის ფსიქოლოგიური ტერორი, ფსიქოლოგიური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. გთხოვთ თქვენსა. გადაეცით თქვენი წითელი დროშა და აგვიხსენით რატომ.
დღეს ჩემ წითელ დროშას გადავცემ ადამიანს, რომელიც არის ჭკვიანი, სტრატეგიული, ძალიან ქარიზმატული. შესაძლებელია ეს იყოს გამარჯვებულიც და ფინალისტიც, არ ვიცი. იმდენად ძლიერი ადამიანია. ეს არის ლორენცო. აჰა, გასაგებია. კარგით, გადაეცით წითელი დროშა. შეგონია ეს ყველაფერი საკმარისი იყო, არა? და აი, კიდევ ერთი წითელი დროშა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ლორენცო, ვითხარი რა, სასაცილოა ეს. სასაცილოა ის ფაქტი, სადაც ამდენი ჭკვიანი ადამიანები არიან, მე მგონი ვარ ვიღაცები ჭკვიანი, რაღაცა სტრატეგი. ამ სახში მე ჭკვიანი საერთოდ არ მიმაჩნია თავი. მე ლელუს არაერთხელ უთხარი, რომ გაცილებით ჭკვიანი ხარ, ხმას არიღებ, სტრატეგიულად აზროვნებ და ბევრი არის ესეთი ადამიანი, რომელიც ჩემზე დაუშვათ ბევრად ჭკვიანი არის და უბრალოდ გვანცამ რას თქვა სასაცილო არის, არ ვიცი. გთხოვთ მარიამ. მარიამი გადასცემს ახლა თავის წითელ დროშას და აგვიხსნის რატომ. გამარჯობა. მე ჩემ წითელ დროშას გადავცემ ადამიანს, ვისთანაც მაქვს კონფლიქტი ამ პროექტში მოსვლიდან. 1 საათიც არ იყო გასული, ჩვენ უკვე კონფლიქტი დავიწყეთ და მაგის მერე არ მეშვება და მოსვენებას არ გვაძლევს არავის. ყოველთვის ეხლა წეცინება. ყველაფერს იგონებს ჩვენზე, რაც კი შეიძლება ადამიანმა თავში გაივლოს და მე ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ჯობია წავიდეს და გაესინჯოს, იმიტომ რომ ვფიქრობ მართლა ფსიქოლოგია. ანუ ვფიქრობ, რომ მართლა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ამ ადამიანს, ან ძალიან ჭკვიანი. ეს არის ლორენცო. ეხლა შენ რასაც ამბობ, მარიამ, ეს არ არის სასაცილო. უბრალოდ შენ ეხლა პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებ თანაც სიცილით. ლორენცო. აჩია მოგზანდი აჩი. საღამოშიდობის პირველ რიგში კიდევ ერთხელ. შენ უკვე ორი წითელი დროშა აქვს, ხო? ეს ორი. ეს ადამიანი არის საკმაოდ კარგი манипуляტორი, რომელიც, რავი, აშკარად ეს საცეცები ყველგან აქვს. ლორენცო საუბარი გამომდინარე, მივხვდი რომ ლორენცოა და გადაეცი ლორენცოს ეს წითელი დროშა. ხოთ. დამ დარარარამ დამ დარარარამ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ამათი საქციელი უკვე ცირკი არის. ეს ყველაფერი გავს ცირკს, მეტი არაფერი არ არის. 7 წითელი დროშით ამ კვირის აუთსაიდერი ვარსკვლავი. პირველი აუთსაიდერი არის ლორენცო. დადა! მადლობა. ამ კვირის მეორე აუთსაიდერი ორი წითელი დროშით ცოტა არის არჩი. მადლობა. ახლა კი ისევ გიორგის პარის ვთხოვ კვირის ბოსს მობრძანდეს ჩემთან და ერთ პიროვნული გადაწყვეტილებით დაასახელოს ვინ იქნება ამ კვირის მესამე აუთსაიდერი. არჩევში თემებს რასაც როდის და ასე შემდეგ და სამწუხაროდ მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და ეს არის კვანცა. ელოდი კვანცა? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, რატო? რა ვიცი, მიფიქრია მაგაზე და დაშვებას ვაკეთებდი. ამ კვირის სამი აუთსაიდერი უკვე გამოიკვეთა. ლორენცო, აჩი და ერთი ქალბატონი გვანც. ბოსის ერთ პიროვნული გადაწყვეტილებით. დროებით მეგობრებო, დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ.
ერთი წამი ყველას რაღაც ამაქვს სათქმელი. ის რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაპარაკობდით თქვენზე, ყველაზე, ვისგანაც უმრავლესობის წითელი დროშები ავიღე, ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა, რომ არსებობს ამ სახში კონკრეტული კვალიციები, სადაც ნიშნავს იმას, რომ ლორენცოსგან გამოვაწყოთ რაღაცა ბოროტმოქმედი მტერი, ჩავაჭიროთ ესა. თავს არავინ არ აცოდებს. უბრალოდ ჩვენ ყველა ვიტყუებით და შენ ხარ მართალი. გამოვიდა, ანუ ფაქტებს როდესაც ალაგებ, ფაქტებს როდესაც როდის მივაყენე ქალშეურაცხყოფა, ქალშეურაცხყოფა როდის მივაყენე. პირველივე დღეს შეურაცხყოფა არ იყო, დავგუგლეთ ეგ ყველაფერი და ყველამ ძალიან კარგად ნახა. რას ნიშნავს შატაპ ეს არის გაჩუმდი, დავგუგლეთ ყველამ და ვნახე. არა, დავგუგლეთ და ვნახე. მაგაზე აღარ გინდა. დავგუგლეთ კი, დავგუგლეთ ყველამ საქართველოს არა, ზოგადად შეურაცხყოფაზე ამბობს, რომ მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ქალებს შეურაცხყოფას აყენებ, რომელ ქალს მივაყენე? რომელ ქალს მივაყენე კიდე შეურაცხყოფა? ყველასთვის ყველასთვის მაქვს მიყენებული შეურაცხყოფა. ჩემთვის მე ყველა არ მაინტერესებს. მოდი, პირადად ჩემ. ადამიანები, რომლებიც მემაყენებენ შეურაცხყოფას, პიროვნულ შეურაცხყოფებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიმოქმედო. ვინ დაიწყო? მე მოვედი და მე მოგაკეთე პიროვნული შეურაცხყოფა და შენ დაიწყე. მე ვეუნები ვინმე ეს? როცა შენ დაიწყე. ქართმოძულე და ეგეთ რაღაცებს რომ ეძახი, მე ვეუნები ვინმე ეგეთ რაღაცებს? ყოველ იმაზე წამყვანად გითხრა რომ პიროვნული შეურაცხყოფა. აი გოგოა რაც მიჭერე კაცო ის კი არ არის. გოგოა მიტოვნა. ან პიროვნულ შეურაცხყოფას. ანუ ყველა შეურაცხყოფას გვაყენებ. მე ვეგაყენებ ყველა შეურაცხყოფას, ყველა. ამათმა დაავადებები დამმართეს ესე. კი, ალერგია დამემართა, კი კანზე ალერგია მაქვს ჩვეულებრივი. მაგრამ მე ვსაუბრობ. კანზე მაქვს ჩვეულებრივი ალერგია. ის პრობლემები მე არაფერი არ მჭირს. ის რა პრობლემებიც არ მქონია მე გარეთ, ეს ყველაფერი დამემართა აქ. და ამ ყველაფერში დამნაშავე მე არა ვარ. ჩემი კანი არის, არ ვიცი, გაღიზიანებული, ეს ყველაფერი ესე არასოდეს არ ყოფილა. და ფიზიოლოგიურად ამ ადამიანებმა მოახერხეს, რომ აი ეს ყველაფერი ექნათ. მეტი რა გავაკეთე, მეტი რანაირად თქვა. ყველაფერში როგორ შეიძლება ერთი ადამიანი იყოს რაღაცა მტერი და არის ყველაფერში მე გამოვდივარ დამნაშავე. სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა ბატონმა ბონდომ ახსენა სიტყვა და შეურაცხყოფა მომაყენა. ფიქრობ და ვერ ხვდები ამ კვირაშიც რატომ დავიმსახურე მუზებისგან წითელი დროშა. ნუ ეხლა მარი გაგვებუტება დაიწყებს ჩვენ. ჰა? მე გოგოებო, თქვენთან მინდა ლაპარაკი. თქვენ ჩემზე რამე აი ჩატოვებული გააქვთ გულში? არა, არანაირი ჩატოვება არ იყო. უბრალოდ, ანუ, რადგან ჩვენი კონფლიქტი დაიწყო ამ საჭმლის კეთებაზე და ასე შემდეგ და ეს გაგრძელდა და მე შეწყდა რაღაცა, უბრალოდ დღეს ეგ ხუმრობა, კი ხუმრობა იყო, მესმის უბრალოდ ძალიან არაკორექტული ხუმრობა იყო. მაინც ნუ საწამლავზე რო იძახი, ნუ არ არის სასიამოვნო. რო ჭამეს ყველას დაეცინათ. მე და გიორგი ლაპარაკობდით, რომ რა სჭირს ამ ყველას ეს საჭმელი რო ჭამეს და ალბათ საწამლავი ჩავუყარეს თქო, ვიხუმრე. ხუმრობა ჩემი ხუმრობა რატო გაიგეთ? როცა ეგ ყველამ ვიღადავეთ და ვიხუმრეთ რეპეტიციის დროს. მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ ეგეთი გოგოები ხართ, რომ აი ამ სიტყვის გამო დამიწერდით წითელ დროშას. მე ვფიქრობ, რომ ჩარჩენილი გაქვთ გულში და მე მეგონა, რომ მართლა მოგვარდით და დავალაგდით. მე მართლა ეგრე მეგონა, დაჟე თქვენ რა ქვია იმას, თქვენ კონტასტროლების ჩავიცი გამოვედით თქვენ რაღაცაზე ძალიან ბედნიერად, კარგად არ ვიცი, უბრალოდ მართლა ჩემი აზრით არ ვიმსახურებდი. და ეს არჩევანი არ იყო შენს წინააღმდეგ. ეს არჩევანი იყო უბრალოდ შედარებითი. არ ვიცი, უბრალოდ შოკი მაქვს. ყველას ეხუმრება და ძალიან ბევრი ყოველდღიურად გეხუმრებათ და მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ჩაქჩათ, მაგრამ ძალიან ოკეია ეგ, იმიტომ რომ მესმის თქვენიც რა. არ ვიცი, მეტი რა ვთქვა. იქნებ შენ ჩაქრჩა. მე არაფერი არ ჩამრჩენია. მე თქვენთან ერთად ვიმღერევით, ეკო თქვენ რაღაცებზე გამოვედით, თქვენთან ერთად დავიერეთ, დავიცეკვით შენთან ერთად. ჩვენი კაბები, თქვენ გათხოვეთ და ეს ბევრ რამეს ნიშნავს. ცხოვრებაში ჩვენი ცხოვრებაში არასოდეს არც დაქალს, არც მეზობელს, არც მოდელს არავის არ ჭირს. ეს რეალურად იმდენად დიდ რამეს ნიშნავდა და დამიჯერე ჩვენ რომ გქონოდა რაღაც გულში ჩადებული კონფლიქტი ან რაღაცა ყველაფერს გავაკეთებ ხო რო არ გამოსულიყო ეს დეფილე რა უცბად წამოგვაძახეს კაბები შენ გაგაწყეთ ყველაზე ეს სამოსელი ჯერ არავის არ ჩაუცვია არის მხოლოდ ერთ კლიპში რომელიც ჯერ არ გამოსულა
ძალიან მინდოდა ბაკაპების მორგება. ძალიან. ორჯერ ზედიზე დაძლევთ მარიამს უკვე წითელ დროში. მასა ვერ დაახლოვდებით გოგოებო. არის ეხა მაშინაც გესაუბრებოდით რა რომ ანუ არის მაშინ ნახე შენ ჩემთვის მე ჩემთვის და არ უნდა თქვათ რომ ვიგდები. მოსაწევ ოთახში ვართ და ჯავახა ისევ მიწყებს ბონდოსთან კონფლიქტის ამბავის წამოჭრას. ბონდო გამოიყვალე წყობინებიდან? ესე იყო თუ არა? არ დასცინოდი ადამიანს რომ ნათქვამი აქ შევთვის რომ მე ჩემი შვილები და ოჯახი მიყურებს და ერთხელ რომ გეტყვის რომ მოდი არ მეღადაო მაგ თემაზე და არ იცინო ამ თემაზე. მოდი ხადა ის ვაუ ბონდოს ადამიანი რომელიც ერთხელ გეტყვის პიროვნულ შეურაცხყოფას არ მოგაყენებო და მე კიდე გაყენებს ამას რა ქვია? იცი რატო არ ამთავრებდებ? იმიტომ რომ ამ თემაში აი საიდანაც დაიწყე ხა სიტუაცია. ანუ მანამდე პიროვნულ შეურაცხყოფებს ვიკიდებთ, ერთხელ ორჯერ ხელი ჩამოვარდი, მე თვითონ გადავდგე ეს ნაბიჯი და მე კიდე ეგეთ რაღაცას აგზელებ, რატო არ მომთავრებინებ? რა უნდა დაგამთავრებინო ბიჭო, ლაპარაკობ იმას რაც გაწყობს. ლაპარაკობ იმას რაც გაწყობს. აჩისთანაც ეგრე არის, ლაპარაკობ იმას რაც გაწყობს. მე მაშინაც გითხარი, სხვა ტიპის რეაქცია უნდა ქონოდა, მაგრამ სხვა ტიპის რეაქცია. არც ბონდოს არ ვამართ. შენ კაცურად და ვაშკაცურად გელაპარაკები. ჯავახა მიწყებს ლაპარაკს კაცობაზე და ვაშკაცობაზე, მაგრამ ის რაც 30 წამის მერე თქვა, ამ ყველაფერმა შოქში ჩამაგდო მე და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი შოქში ჩააგდებს ჩვენს ტელემაყურებლებსაც. ადამიანს 8ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა. თუ შენ გააქვს იმის პრეტენზია, რომ კაცი ხარ და ვაშკაცი ხარ და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი შენ ოჯახზე ძალიან ცუდად აისახება. ეს ყველაფერი შენ ოჯახზე ძალიან ცუდად აისახება. მაშინ იგივე სხვას არ უნდა უთხრა, იგი კი. ვაშკაცის პრეტენზია, კაცი რომელიც არ ვიცნო ვინ არის და მეუბნება ხარო. იქვე თუ არ დავაქვავო, მე ვიყო მაშინ რატო გამომიყვანე? რატო გამომიყვანე? იცი რატო? იქვე დავაქვავო. რატო გამომიყვანე? მე რო არ მიცნობ და შევეცდები. რატო გამომიყვანე? ხოდა რატო როცა სამოქმედო მქონდა, რატო არ მომეცი მოქმედების საშუალება მაშინ? რატო არ მოგეს მოქმედება? რატო ხოდა შენ თავისი პირით იძახ, რატო გამომიყვანე მაშინ? ეხლა რატო არ აკეთე მაგას? რატო გამომიყვანე? შენ ხო გაქვს მაგის ამბიცია? რატო გამომიყვანე? ესე იქცევიან ადამიანები, ანუ მეუნება მე არ მინდა რომ და მეუნება ტიპი რომ დაარტყიო რა. რაღა უნდა გელაპარაკო შენი პირით თქვი ეხლა ყველაფერი. ყველაფერი თქვი შენი პირით ბიჭო. რო გახვალ კამერასთან. ეხლა თქვი ყველაფერი შენი პირით. კამერასთან. ყველაფერი რაც მინდოდა რომ გეთქვა თქვი უკვე. არა, შენ რომ მაგის ამბიცია გაქვს, ეგრე იქცევია. რაც მინდოდა რომ ეთქვა თავისი პირით თქვა. გაიგე? რაც მინდოდა ეთქვა თქვა თავისი პირით. ლორენს, ამდენი ხნის განმავლობაში აიგი ხო მალავდი ხო? ხო მალავდი. ხო მალავდი. სულ არ ვიცი, ნუ ხო მალავდას გაფიცება. ხო მალავდი. ხო მალავდი ამ ყველაფერს. ამდენი ხნის განმავლობაში რასაც მალავდა, დაფქვა რა, წამოწდა რა. ჯავახას უნდა რომ მე დავარტყა ბონდოს, იმიტომ რომ პროექტი დავტოვო. გეთქვა. რა უნდა გეთქვა? ანუ მიმეშვა და იმაშვება. მაშინ რატო დაუფიქსირე? ბიჭო, დავიჭირე, ანუ კამერების თვალწინ უნდა გაეკეთებინა ეგ ყველა. ბიჭო, ხო და ანუ ამას პრეტენზია აქვს ვაშკაცობაზე და კაცობაზე. კაცი რომ მოდის და გეუბნება რომ შენ ლახარო ძმა. მაშინ ხარ მოქმედებაში. აქ რატო მე რას მეუბნები რომ კამერასთან მიმეშვა და ემოქმედა ამას? ავიჭერი ძმა, რაზე ავიჭერი? ხო, მაშინ თქვი რომ შეგეშვა. მეუბნება. არა, ნახე ზურა. არა, კი, რა. მიბაზრება ისეთ რაღაცას, ნახე, ესე და ესე უნდა მოიქცეო. მომისმინებ რა, თუ კი მაგას შენ ეუბნები მაგ ადამიანს. მე და შენ უბრალოდ ვაშკაცობაზე გაქვს ხვაზე ხარ პრეტენზია. ერთი წუთი. თუ მიყვები შენ მაგას დეტალურად, რომ შენ ვაშკაცობაზე გაქვს პრეტენზია, აგერ უცხო კაცმა ხვაზე ხარ, რომელიც ახალი გაცნობელი ხარ, ხვაზე ხარ რაღაცა. თან მithumedes პროექტში ვარ და გიზახის რატო არ იმოქმედე? შენ შეუშალე ხელი მოქმედებაში, მაგრამ შენ კარგი ბიჭი ხარო კამერების წინ და ამდენი ხალხის წინ მას მოქმედების საშუალება არ ეც, მაგრამ შენ არ უნდა წამოგეძახები. არც ბუნდოს არ ვამართლე მაგ შემთხვევაში. შენ შეგიძლია ისეთი რაღაც მოუყვანო ასე აბაროტნი პასუხი არ მოგცეს, რომ გაგაჩეროს. აბაროტნი პასუხი არ მოგცეს და გაგაჩეროს. შენ მაგა გაგაჩერა, ბრალ. ჩემო მეგობრებო, პირადი მიზეზის გამო მიწევს ჰაუსის ერთი დღით დატოვება და მალე დაგიბრუნდებით. იმეც ვიტოვებ, რომ სახლშოცა დაუბრუნდების სიმშვიდე დამხვდება და მე მიჯერა თქვენი გიორგი წარმატებები. ბავშვა ბოქში არ? ძალიან. ახლა ავარჩევ. Elite Foodies, ყველი ფილმენს. ეს მოუხარშავ და მოვამზადებ.
ჯენტილმენი მოიხარშა და ახლა ამოვიღოთ. სადა მიკროფონი ავიღო თუ ისმის მეცად გაქვს მიკროფონი აქ მეც არ უშოს ანუ არც სტრიმზე ვართ არც არაფერი დღეს არ გუგულებენ ვაფშე ჯახა გუგუ შენი love story და ლორენცოსთან შუბი ხო მაგით გაიქაჭა ჩემი love story თუ ხდება ლორენცოსთან შუბი მუზაზე მართლა ფიქრობ რომ რომ დიანა მართლა სუჩდება ხოლმე და რაღაცები რა ძალიან ისე უყურებ და ვცდილობდა მაგასთან დავიჯდარი ხოლმე ის გვერდით ყოფილიყო მაგას დავაპარაკებოდა მაგარი და მოიქცნენ განსა და მაგიტო ეგ არ არის ეგეთი მე არ არის ისენი რომ უბრალოდ ხუმების გამო დაეწერა ხო უთხარი კიდეც ეგ რა არის თქო რა ვერ დაივიწყეთ ეს წენა თქო იუმორი არის რა გოგო რაღაც შენი არესვით და ჩემი და ბიჭების ესვით ყველაფერი მიხარშულები არის ხოცები და ყველაფერი უნდა თქვა ეხლა მანდ გაჩი